აბა როგორ გიკითხოთ? მე აი ხალხო ეს ფილტრი შეხედეთ რას უშვება ამ სათვალეს. მე ესე ვეღარ ვხედავ. ესეც რა არის ძალიან ცუდი, როდესაც სათვალეს იკეთებ და ძალიან მაგრად ხედავ და შემდეგ რომ მოიხსნი და ვერ ხედავ, ასე რომ მოდი იყოს ესეთი გაღუნული სათვალე, ეგ არაფერი. მაგრამ ბათუმში გელოდებითო. მეგობრებო, არ ვიცი ბათუმში როდის წამოვალ, მაგრამ აუცილებლად წამოვალ, აბა რას ვიზავ. ჯერ რამდენიმე ხანი ცოტა ხნით უნდა დავისვენო, რადგან თან დავიყალე ამდენი მგზავრობით და ჰაუსიდან გამოვედით თუ არა ეგრევე პარიზში წავედით და მოკლედ რა ეგრევე პარიზში ხო წავედით და ნუ არც დამისვენი ასახლიც დასალაგებელი მაქვს, მაგრამ who cares? არა უშავს ცოტას დავალაგებ ცოტა ხანში. ნიკა სად არის და სახლში არის, მე ვარ ჩემს სახლში მარტო ეული ჩემი ძაღლის გარეშე. აი ესე ჩემო მეგობრებო. ლომა მე არის დედაჩემთან და ხვალ გამოვა დედაჩემი ჩემთან, ან მე გავალ დედაჩემთან და წამოვიყვან ჩემს მეას. სათვალე მხედველობის არის კი მინუსი მაქვს, ადრე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, უბრალოდ პარიზში არ წამიღია და სახლში დამრჩა. ასე რომ პარიზი ლამაზად ვერ დავათვალიერე და შემდეგში კიდე ერთხელ უნდა წავიდე პარიზში, რომ კარგად დავათვალიერო, ოღონდ უკვე სათვალეებით, რა თქმა უნდა. ხალხო, ეს ჩემ სახლში ვარ მე. უკვე ჩამოვედი თბილისში ვარ, აღარ ვარ ქუთაისში და იქ საფრანგეთში. არ მიდიხარ თინათინის დაბადების დღეზეო, ან ხალხო, ჯერ ერთი რომ არც დაუპატიჟები ვარ და რომც დავუპატიჟებინე, რა თქმა უნდა არ წავიდოდი, ანუ როგორ შეიძლება თინათინის დაბადების დღეზე მე ვიყო. ძალიან გთხოვთ, ამდენი ფარისევლური და ამდენი ბოროტული საქციელების შემდეგ, რაც მაგ ადამიანებმა ჩვენ გაგვიკეთეს, როგორ შეიძლება რომ მე მის დაბადების დღეზე ვიყო. არ ვიცი მეგობრებო, უკვე აღარც ორი მუზა მაინტერესებს, აღარც სამი ღუზა. პროექტი დამთავრდა უკვე და აღარ მინდა საერთოდ მაგ თემებზე ლაპარაკი, არც მუზებზე, არც იმაზე, არც ამაზე, აღარ მაინტერესებს არავინ და არაფერი საერთოდ. ასე რომ მაგებზე ნუ მიწერთ კომენტარს. პროექტი დამთავრდა მეგობრებო, ცხოვრება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრებაც გაგრძელდა და გაგრძელდება და რა ვიცი რა. უკან პატარა ჯავახაო ხო აი. ჩიფსი ვაჭამოდეს. ჯავახას ჩავუსვი. მაგარი გოგო გვერდით. ეს ბარბი. გუშინ რომ აჩუქა. ესა ერთად არიან გემრიელად. ქეთი იგდუნაშვილი ჩართეო. ლაივშია? ეხლა ისე მოვიწყიდე ხალხო. შეიძლება რომ ჩავრთო. რა შეიძლება ადამიანმა აკეთო? ძაღლიც კი არ მყავს ეხლა სახლში რომ გავესერინო ან რამე გავაკეთო. პარიზიდან ჩამოვედი გუშინ წინ. ღამე ქუთაისში და ერთი დღე დავრჩით ქუთაისში. არა, ორი დღე. გული. მე მომყავს კი, რა თქმა უნდა, წამოვიყვანა ბარას ვიზავ ხვალ. კეთი ეგიდნაშულს ხალხო ვერ ვთავ, იმიტომ რომ სხვასთან ერთად არის ლაივში სამწუხაროდ, ძალიან მეწყინა. ნუ პარიზი კი, რა თქმა უნდა, მომეწონა, აი. ბავშვობიდან გუშინაც თქვი ლაივში, ანუ ბავშვობიდან გიждდებოდი, მართლა გიждდებოდი. აი ფილმებში, სერიალებში რომ ვუყურებდი რა, პარიზს და თან ჩემი ოჯახი 13 წლის რო ვიყავით 14-ის, ანუ ვაპირებდით პარიზში წასვლას რა. საცხოვრებლად და ისე მოხდა რომ აღარ გადავედით მერე. ხო და
ისე რაღაცნაირად ყოველთვის მინდოდა რომ იქ წავსულიყავი და ჯანდაბა რომ იქ წავსულიყავი და მინახა მაინც, რადგან ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია მთელს დედამიწაზე. ნიკამ კი იცის მანქანის ტარება, yes, ძლივს ჩავრთე ეს ტელევიზორი ღმერთო. იმ დღეს ვუყურე შაბათის შოუ მიყვარს ძალიან და იმ დღეს ვუყურე პათოლოგის შეყვარებულიო რა. პათოლოგის შეყვარებული ერქვა მე მგონი და ჯავახა და მარიამიო წერდნენ და ისე ნერვები მომეშალა. საქმე რა. ნიკა არის სახლში, მე ვარ სახლში. გახდი 19-ისა, არა, ეხლა 22 მარტს ვხდები 19-ის 22 დღეში. ჰაუსი როდის გრძელდება? არ ვიცი, ანუ თუ დაიწყება მეორე სეზონი ალბათ მაგას ამბობთ, ხო? ანუ არ ვიცი, ეს უკვე შიდა სამზარეულოა და მე მონაწილე ვიყავი. კეთი ჩართე ლაივშიო. ხო, ადრე რომ კეთის ვრთავდი ხოლმე, რა ვიცი, ის რა ქვია, ლანძღავდით რომ ისო კეთიო და ისო და ისო და ახლა კეთის ვრთავ და რა ვიცი. ჩართეო. ძალიან ისპამება ხალხო და ვერ ვკითხულობ, აი ეს აკომენტარები ახდის. ღმერთისგან ნაბოძი სილამეზეო, მეტყობა ძალიან დიდი. მას რატო არის სწორებო? გუშინ დამეზარათმების გასწორება სამწუხაროდ და აი ესეთი აპლობუთმებით წარმოგიდექით ეს ლაივში. ძალიან დიდი ბოდიშით რთმები ვერ დავისწორებ. მაპატიებთ იმედია. შენ ჩატში ადგილები არის კი რა თქმა უნდა. შენზე ნიკაზე ტასოსი და თუზე და მუზებზე სერიალი რო გააკეთა ერთმა გოგომ ნახეო, არა, არ მინახავს რა სერიალი გააკეთა. მეც მინუსი მაქვს, მეც კილოს. ცხოვრებაში რა გეგმები გაქვს? ნუ იცით რა არის? გეგმა შეიძლება ადამიანს ბევრი ქონდეს ან მიზანი. მე მაქვს რამდენიმე მიზანი. მისი გაჟღერებაც არ მინდა ახლა. მაგრამ პირველად რომ ყოველები გაჩუქეს მუზებთან ჩხუბის მერე მთავარი რომ იყავი, ეგ ჯავახამ გაჩუქა? ერთი წამი. სუსუ პირველად რომ აჩუქეს, ხო? არა, ჯავახას არ უჩუქებია ეგ. სუსუ პირველად სხვამ გამომიგზავნა. ნიკას აქვს 13 აგვისტოს. მეგობრებო, ეხლა მინდა რამე მაგარი სერიალი დამიწეროთ და მირჩიოთ რომ უყურო. აი, ოღონდ აი მართლა ძალიან დონე სერიალები რა, აი როგორიც იყო. გაქცევა ვისაც ნანახი აქვს, ქაღალდის სახლი, აი მართლა აი დონის სერიალი და ჩამთრევი რა. ისეთი რაღაცები არ მინდა, აი მილიონი სეზონი რო აქვს და მე რო ტრუხდება და ბანძდება. თურღულებიც არ მინდა, არც ინდურები არ მინდა. ოცნაურებები ნანახი მაქვს, ეს რა შუა ქალაქი ნანახი მაქვს. სამეფო კარის თამაშები ნანახი მაქვს. ოცნაურებები ნანახი მაქვს. ვამპირის დღეები ნანახი მაქვს. ნაადრევი ფრინველის ნანახი მაქვს.
ვამპირების ღიურების ნანახი მაქვს ეშრეფის სიზმარი მოკლედ ერთი სერია ჩავრთე რა და ზოგადად ეს თურქული სერიალები ძალიან იწელება ხოლმე და ვერ ვამთავრებ და ერთი სერიის მერე ეს ეშრეფის სიზმარი აღარ ჩამირთავს რა იმიტომ რომ როგორც გავიგე ბოლო მესამე სეზონია ხო მე მგონი თუ რაღაცა მოკლედ გავიგე რომ რაღაცა იწელებაო და დაიწყო გაწელვაო და თურქულ სერიალებში რაც ვერ ვიტან ეგ არის რა და მაგიტომ აღარ თინეიჯერი მგელი ძალიან ბავშვია Outer Banks-იც ნანახი მაქვს კეთი ლაიფში ინდურს 3 თვე უყურეო ინდურს მართალი ხარ 3 თვე ჰაუსში უყურე ინდურს სერიალზე და კიდე ინდურები არ დამიწეროთ ხალხო ვარდი და ცისარტყელა რაო რაღა დარჩაო ხალხო ბევრი სერიალი დარჩა დამჯერეთ აი ძალიან მაგარი დონის სერიალები მაქვს ნანახი რა აი ძალიან სოფლიოში ხა ეს უცნაური ამბები ისინი ესენ რაღაცეები არის ცოტა ბავშვურები რაღაც ხვდებით რას გეუბნებით და იმენა აი ძალიან სერიოზული სერიალები მიყვარს უფრო მე რა აი მართლა რო ჩაკითრევს და აი დიდმა რო უნდა უყუროს და აი პატარა რო ვერ გაიგებს ხო ხვდებით რას გეუბნებით ჰაუს უყურე არ მინდა უკვე უყურე ჩემი ფავორიტი ძალიან კაი სეზონია სასწარკვეთილი დიასახლისები ლაბირინთში მორბელარი ნანახი მაქვს ეგ ის არ არის ფილმი არ არის ეიფორიაც ნანახი მაქვს ანაბელი ხალხო ის ფილმია და ნანახი მაქვს რა ანაბელი გული გამისკდება ეხლა რაც დამიწერეთ ყველაფერი ნანახი მაქვს თითქმის ჩუქური ეგ ის არის თურქული ნანახი მაქვს ამას ყველაფერი ნანახი ხალხო გვაშავებს ხატიახზე გოგო ნანახი მაგრა უკნა რამე სხვა დამწერეთ რა ჩემი წელი დაკალები თავიდან ბოლომდე მაქვს ერთი 5 ჯერ ნანახი საფხული როდესაც ლამაზი გავხდი ეგ ეს ნანახი მაქვს სამეფო კარის დამაჟების ნანახი მაქვს ეგეც ნანახი მაქვს სერიალი რო არის 2 სეზონი წეგან ხა ინგლისურად რო დამიწერეთ ის გოგო რო არის იმაში რომ მონაწილეობს სერიალი მკვლელი რო შეუყვარდება დიდი თვალებიანი გოგო ეგ სერიალს ნანახი მაქვს ჭორიკანაც ნანახი მაქვს სხვა შეიძლება ჭორიკანა ძალიან კაი სერიალია ცოტა ბავშვურია და ისეთი თინეიჯერული რა მაგრამ აი მე თინეიჯერი ვიყავი მე შეიძლება ვუყურე მაგას და Tell me like last time. Რა გოგო? ბოროტი მკვდრების აღზევება. რაღაცას შარ დამიწეროთ გთხოვთ. Grey's Anatomy-ს ნანახი მაქვს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სერიალი არის, გამაც მინდოდა რომ ექიმი გამختارიყავი. გაქცევაც ნანახი მაქვს. ალმარის თამაშების ნანახი მაქვს და ძალიან მაგარი სერიალია, ყველას გირჩევთ უყუროთ. მაგალითად ყველაფერი ის რა ქვია ნანახი მაგრამ ეშრეფის სიზმარი ყოველ 9-ზე გადის იმედზე გოგო უყარს მაფიოზს ბავშვობიდან ვიცი მაფიოზს უყარს პატარა გოგო ბავშვობიდან და შემდეგ რო გაიზრდებიან გაიცნობს ამ გოგოს მაგრამ არ იცის რომ ეს გოგო ის არის ვინც ბავშვობაში უყარდა და მე იგებენ და არა მე მგონი მე არ იგებენ და ნუ ერთი ამბებია და მაღაზია არის მთელი სცენარი დაწერილი და უკვე მივხვდი თურქების ჩანაფიქს იმიტომ რომ აი თურქულ სერიალებს უყურებდი ხოლმე სულ აი ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და თურქული სერიალები ყველა ერთნაირად იწელება ყველაში ერთი ისტორია დევს თითქმის და ანუ უკვე მივხვდი რომ აი მე ბოლოს ალბათ გაიგებს ეს რომ ის არის და აი ეგრე რაღაცა დრამატულად ინდურად დამთავრდება რამე ისეთი მინდა რა სოფია აი მაგას დავსკრინო სოფის ვენდობი შავი სარკეს ნანახი მაქვს მან ისე სხვა შორის და ამებნა შავი სარკე ძალიან მაგარი ყველა სერია ხო სხვადასხვა ისტორია არის და ანუ აი ძალიან საინტერესოა შავი სარკე
ვამპირის დღიურები ნანახი გოგონა გარეუბნიდან ეგ რომელია ზოგის სახელი არ მახსოვს და შეიძლება ნანახი მქონდეს იმიტომ რომ რამდენიმე დღე უნდა დავისვენო ვინდა მასვენებს საქმეები მაქვს და მოკლედ შემდეგ მინდა რომ ანუ ეს დღები მინდა რომ სერიალებს უყურო რა ხალისისა წარმატებისკენ კარგია რა უეჭველი დავსერჩავ და დავიწყებ მარიცი ტასაც რომ იყო კომედი კითშიო ტასო რომელი ტასო ჩვენი არ ვიცოდი ორმა ნანახი მაქვს სად როდის იყო ტასო არ მახსოვს მე კომედი კითსიდან ჩამიგდება ფოტო სო აღარ მინდა სერიალები 7 სერია აუ უკეთესი ეგ ხო არ არის მოჭადრაკე ქალი რო არის შემთხვევით ეგ არის ნანახი მაქვს მაშინ ეგ ნანახი მაქვს მოკლედ სერიალი აღარ დარჩა ნორმალური რა ვუყურო ანუ რა ხდება გამოუშვით ახალი სერიალები რასაც მიწერთ ყველაფერი ნანახი მაქვს თურქულებს ნუ მიწერთ ხო გითხარით არ მინდა ეს თურქული სერიალი აი აღარ დამიწეროთ სერიალები გაისპამა უკვე ნიკა არის სახლში მე ვარ ჩემს სახლში აუ ძალიან სპამა მეგობრებო ისე დავაყენო რომ შეიძლება უცბად ვინმე ჩამერთოს თავისით ცოტა ვიღადაოთ My feet used to hurt so badly that I'd swear in front of my children and then blame it on them. აი მოკლედ ახლა გავაგზავნი ამას და ნებისმიერ წამს შეიძლება ვინმე ჩამერთოს ერთი წუთის განმავლობაში და ვნახოთ ითამაშე კიო ვინ ჩამერთოს ვიღაცა ბომჟი რო ჩამერთოს რა გავაკეთო ნუ ვეღადაოთ რა იმიტომ რომ მეცა გაიჟი Jūs gaidījāt, ka tā ir? Es gaidīju. Mariam, მოდი რა დამამატე და ცალ-ცალკე ჩავიდე. არ მინდა ნიტო ვიდეო ყრაჰენო. საიდან შემოვიდა ეს? სხვაგან ვარ. აი მაგიტო არ მინდოდა ხალხო, აი მაგიტო არ მინდოდა მოკლედ რომ ეს გამეკეთებინა. ვინ იყო ვისთან ვის ჩავერთო ღმერთო? ორსულად ხარო? რატო ჩიპს რო ვჭამ, ან ორსულად ვარ? ის ბავშვი შოქში იყო, სადმე უგდიო რა ხდებაო. ისევ კეთის ჯობია ჩაერთო ვიდრე ესეთებს. თან იმ ტიპმა ვაიმე მარიამო დამამატეო და მეც დაგამატებო. კაი, რა გინდა? ჩემი დამატება მოუნდა ვიღაცას უგენაცვალეს. დაკავებული ქალი ვარ. ჩიტო შენი ედიტორიო. მართლა? თმები დაიგრძელეო? სულ ესეთ თმები არ მქონდა.
გავუგზავნო. სოკეთიც გავიდა ლაივიდან თურმე. მეგობრებო, ვინ ჩავრთო ლაივში? უკან რა სიმპათიური ბიჭია ვისეა. ჩემი ბიჭია რა, ეს უკაცრავ, ძალიან გთხოვთ. რაიცოდეთ, მე ბრძოლა წესების გარეშეზე დავდიოდი და თუ ვინმე მზად მეტად შეხედა, მე ჩემთან იქნება საქმე რა, მაინც რო იცოდეთ. ოი გამექცა. როგორ გეგმავ მარ დაბადების დღესო. სიურპრიზად დავტოვებ, ზუსტად არ ვიცი ჯერ არც მე. ჯავახა ჩართეო. შემოსულია? ჯავახას არც ძალიან, ხო მეგობრებო, ვიდეოს თემებზე დარბის. ვიდეოს თემებზე არის რა, ის რა ქვია, ლაივისთვის არც ძალიან მოკლედ რა. თქვენ ხო გინდათ YouTube ვიდეო, მაგას ხო ესე უცბად ესე ვერ გააჩენ, ამ ყველაფერს ხო მონტაჟი სჭირდება, ერთი დღე სჭირდება, ორი დღე სჭირდება ამ ამხელა ვიდეოების გაკეთებას. ხოდა საქმეებზეა. ხატია ჩართე ლაივი, მიდი ხატია ჩართე და იმას ვიზავ. გავიდეთ ვიღადავთ. ა 22 მარტს მაქვს დაბადების დღე და ვხდებით 19 წლის. მოეწონა ჯავახას ქეთიო, გაგიჟდა ისე მოეწონა ჯავახას ქეთი და დაჟე ერთ მომენტში უცბად წავიეჭვიანე რომ მეთქი ეხლა ჯავახა ქეთისთან არ დარჩეს თქო და ნერვიულია მოკლედ ისე მოეწონა. წადი გაიზარდეო, მე გაზრდილი ვარ, გენაც ფალე შენ გაიზარდე, შენ წადი. მე დიდი ხნის გაზრდილი ვარ, სიყვარულო. შენ იყავი საქანელაში რა, საქანელაში ვიყავი, ვერ ხვდები რა ქნებს, მიწერთ ხალხო ხანდახან ცოტა შოქში ვარ, ცოტა ერორი მაქვს ხოლმე. მოდი ჩავთოთ ჩემი ცოლის დაქალები სერიალზე 17 სეზონი 5. ვიზე რენდომად ვთავ ხოლმე ჩემი ცოლის დაქალებს უკვე იმდენჯერ მაქვს ნანახი და რაღაცნაირად მაბრუნებს ხოლმე ბავშვობაში. თან ჩვენი რუსთავი ორის არის. ვეღარ დაწერს გაიზარდესო. მიაბლოკე ხო? რომელ ჩიპს ჭამო? ხადი რაშრები, ლამაზო. თქვენი გაცნობა შეიძლება ამ საღამოს რასაკეთებთ? პრაიმერა უცნაური შეგრძნებაა გოგო. რატო? ლაივი. რატო აუცნაური შეგრძნება? ეხლა აქ მიწერენ ბარბო კლასტერაო. მოდი ჩემი ვარდისფერი კლასტერი. ვინც არიცით, ვარდისფერი კლასტერები არიან, ხატი თქვი ვინ ხართ? აბა ვინ ახართ კლასტერბო? მარიამის გოგოები. მოკლედ, რამდენი გიყურებს? ვაიმე მარიამ 30 კაცი ეს რას მოვესწარი ჩემი პირველი ლამ. თამაშობ ხო, მარა ახლა რანამუსით გეთამაშ. მიდი მარიამ მიდი. მოდი ვითამაშებთ ხა მე და ხატია დარწმუნებული ვარ ხატია გაიმარჯვა. აბა ჩემი ჩატის ხალხი ყველას გაგყრით მოდით აქ. მედით ხატიასაც გადადით ახლა მეგობრებო, ცოტა ისეთი ბრძოლა გავმართოთ. ზედა რა მარიამ ეს რა. ხატინა ქეთი ეგიდნაშვილი გაგაცნო? ხო აუცილებლად. მარიამ ეს რა არის? რამდენი კომენტარი იწერება ეს ხალხი საიდან მომიყვანა? შემოვიდნენ? მოკლედ ხალხო ეს არის ხატია ჩემი ვარდისფერი კლასტერის გოგო, ჩემი სიყვარული, ჩემი გული. გადადით დაფოლობეთ, ნახეთ თუ როგორი ლამაზი ადამიანი არის. თან რაც მიყვარს გადავიდეთ. მარიამ, ყოჩა 150 კაცი მეყურებს, მადლობა.
არაფრის. სულ მარიამ რამდენ კომენტარს წერენ ამას როგორ კითხულობ ხოლმე? გოგო რა კომენტარს მე მკითხე ამბავი როგორ კითხულობ ხოლმე? ვერ კითხულობ ისპამება და ეს რაღაც მოვდივარ და ვაპაუზებ ხოლმე და მე მეჩხუბებენ რატო არ კითხულობ შენ დედიკოსთან TikTok-ი გადაიღე მაგრამ აუცილებლად ჯავახას გოჭო ხო ეს ზუსტად გოჭის ფორმაში ვარ ახლა თან და ჯავახას ესე გოჭებს შუაში არის კომედი კითხი ყავიო კი რომელია შენი საყვარელი სერიალიო? ძალიან ბევრი სერიალი მიყვარს რა ესე. მეგობრებო, მიდით ახლა რასაც ის ვერ კითხულობს, კითხეთ და მე დავუსვავ. აი, მოდი ახლა მოკლედ ახლა ვითამაშოთ ესეთი რაღაც. ხატიას დავუსვით კითხვები და ხატია მე მკითხავს. აღარ რაღაცა ის უცი-პუცი ისინი არა, ნორმალური კითხვები. უცი-პუცი ისინი. მე თან ჩიპს შევჭამ. რაღაცა ცხოვრების სეული ნორმალური კითხვები. ხატი არა მეისოდი არ დამისვა. აუ, რამდენი კითხვა მარიამ, რა ჯავახა მარიამ. მარიამს უთხარი რომ მიყვარსო, ხატი ბორის იცნობდი ქიჩი. მე ძალიან მიყვარხარ. ჯავახა და მარი ჩამოფრინდნენ კი. მუზების დაბადების დღეზე რატო არ მიდიხარ? მოკლედ აი ჯერ წეგან მაგას ორჯერ გავეცი პასუხი რომ არც დავუპატიჟები ვართ და რა თქმა უნდა რომ დავეპატიჟებინეთ არ წავიდოდი იმიტომ რომ ანუ ძალიან აფერისტები და ფარისევლები უნდა ვიყოთ ეხლა მე და ჯავახა რომ ეხლა მუზების დაბადების დღეებზე დავდიოდეთ ამ ყველაფრის შემდეგ რაც მაგათმა გაგვიკეთეს ხო ანუ პროექტიდან აღარავისთან ურთიერთობა არ მაქვს ჯავახას ღვანცას და ანასტასიას გარდა ანუ რად ისწავლე ესე კარგად საჭმლის კეთება არ ვინ გასწავლა მარიამ მოკლედ დედაჩემს და დეიდებს ვუყურებდი ხოლმე სულ საჭმელებს აკეთებდნენ და ძალიან მომწონდა ეს პროცესი და 8 წლის გავხდი რომ დავიწყე YouTube-ზე საჭმელების კეთების ვიდეოების ყურება სულ ვუყურებდი მართლა მთელი დღე თითქმის საჭმელების კეთების ვიდეოებს ვუყურებდი და მოკლედ უკვე 8-9 წლიდან მე თვითონაც დავიწყე პატარ-პატარა რაღაცებით ეს სალათებით იმით ამით 11 წლის ვიყავი უკვე ხინკალიც რომ მოვახვიე გენაცვალე პირველად და რავი მაგის მე რაი ძალიან მიყვარს და ჩემთვის არის აი განტვირთვა რა საჭმლის კეთება ძალიან მიყვარს მართლა ნიკაში რა უყვარს ყველაზე მეტად მარიამსო ნიკაში რა მიყვარს ყველაზე მეტად ნეანად ნიკა მიყვარს ზოგადად ყველაფერი ხასიათები ეს ანუ ყველაზე მეტად ეს ერთ რაღაცას ვერ გამოვარჩევ რაც მიყვარს მე მაგ ადამიანში იმიტომ რომ ყველაფერი მიყვარს მარი ჯავახა თუ გიყვარს დაახველეო ხათი რებს ვაკეთებინე დაიხჩო მეგობრებო უყვარს დედა რა აი ამას დაფიცებ რანაირად უძლებ ან კითხულობ არ ვიცი რა დებილებს ამავე დამალე როცა განსაკუთრებით ვოკალი გამეხსნა ვაი მე წავაგებსო ჯავახას ჩატში 1900-ს გბლოკავთ ოპა რა ხდება ეს რა მიქენ გამაშავეს ამა თუ ყურა ვუთენე ღამეები მარიამ მოიცა ნუ მიშვრები კიდე ვინმე ჩავრთოთ გოგო რატო იმას კიდე გინდა თამაში რას მიიგზავ მე არ დამიჭერია მე დავაჭირე მე სამჯერ გამომივიდა აი მიდი ეს იყოს და მე გავედი წავედი და შენ იმე ჩართე
ვინ ჩართო გოგო ვიღაცა ბომჟი ტიპები მერთვებიან შემთხვევით და მე ის რა ქვია ვაიმე აი მარიამი ბიჭთან ერთად აუ თან წეღარ ვაი მას რა არის რა გრუპელში ვარ მეგობრებო დაგიწყეთ რაღაცა რა გინდა მარიამ გაგიყოფ მე ერთად აი მე აქ როგორ აკეთებენ ფულს ეგეც არ ვიცი მართლა შენ ახლა კარგად გექნება $40 მაგენაც მეტი არ გოგო არ მერტყავენ წესიერ რაღაცებს იმიტომ არ თამაშობ ხანდახან ხო თამაშობ მაგრამ წესიერ რაღაც ქეთის რო ურტყავენ ეხლა ლომებს და ვეფხვებს და იმებს და ამებს და ფარშევანგებს ანუ ეგეთ რაღაცა მაქსიმუმ ვარდი გამომიგზავნონ ხოლმე რაღაცა და არ მერტყავენ რა ეს რაღაცა აი ნუცა თამაშობს ხოლმე ხშირად სად არის ნუცა აკეთებს რამეს? ნავი ამ სულ იყო ხოლმე ხალ შენ რო მიქიყავი პარიზში ლაივში იყო ხოლმე და სად რამდენი უყურებდა? აუ ნუ გისმოვე გეტკითხებს ცოტა შემოვიდეს ჩემთან მე ლაივში ერთხელ ხო აი მე დაჩი ლაივში გამოჩდები თავი მოგეჭრება დაჩი ჩვენი ჩემპიონი ბიჭი გვანახე მიდი შენ ხას მოიტანე აჰა ოჩაღ მარტო სხვას კი არ ქონია ჯილდო აი თურმე ხო მარტო ჰაუსის თასი კი არ არის აბა გოგო აი მე ჯავახას იცნობსო აბა ანუ მეგობრებო არ ვიცი გავლით იცის შეხვედრია ერთხელ შევხვდეთ შემთხვევით სადღაც გადავეყარეთ თუ საიდან უნდა ვიცნობდე ნიკას რა წერია YouTube-ზე და ჯავახა ეხა ახლა ვიდეოს რო დადებს მე უფრო ადვილად იპოვით კომერცო ხო ჩემ ძმასო ორი ძმა მყავს დამიანე და ლუკა და მარიამ ყველაზე მაგარი სერიალია ნანახი მაქვს აი მე ერთი და იგივე კითხვას ღმერთო აი კიდე რომ სპამავენ ამსება ხო ბაკუ თვალები კი არ ვიღწე ისე ჩქარა წერენ მარიამის მდგომარეობაში შევედი გოგო თან რო სპამავენ ანუ რა გონიათ ამდენჯერ ერთი და იგივეს რო წერენ ანუ მე უფრო წავიკითხავ პირიქით ხა ამდენი რო არ დაწერონ ერთი და იგივე ხო უფრო წავიკითხავ ვიდრე აი ეს აი მე ხო ნახე ვიცნობ მეგობრებო დამშვით მაგას წერენ ხო ეხლა დავაკვირდი ამოისუნთქეთ დამშვიდით დიახ მაგაზე გითხარი 180 კომენტარია იცნობს ეხლა დავაკვირდი აქ თამაშის იმებს მაშინ საყვარელი კლასტერი ედითისთვის ვარდისფერი ბაკუ ვარდისფერი კლასტერია ჩვენი საყვარელი აი ვარდისფერი ფერიაცია მარიამსაც მეც ვარდისფერი სტიჩი მაცვია ხო ხედავთ აი მე ოჩახ დედუ ეგ გოგო სულ რატომ ილანძღებო სად დაინახე მეგობარო ამ გოგოს სად დაინახე სად დაინახე მეგობრებო მე და ჩემთვის უცნობია არა დაუმსახურებლად არ ილანძღები საქმეც მაგარია საყვარელი თურქი ედითისთვისო საყვარელი თურქი მსახიობი ბურსინია ჩემი მეგობრო გოგო ის ეშრეფის სიზმარში რო არის კაცი რა არის ვინ არის აი ეშრეფის სიზმარში რო კაცი არის ის მაფიო და ახლა დაიწყებენ მარიამის საყვარელი თურქი მსახიობი ეშრეფი აი არ ვიცი რა ქვია მაგ იმას აი ეგ კარგი მსახიობია მაგას ძალიან დიდი ხანი ვუყურებდი ჩალათაი ულუსოიო ჩათაი ულუსოი ხო და ეგ ჩათაი ულუსოი თუ ვიღაცა არის ჩემი საყვარელი ზოგადად ჩემი საყვარელი მსახიობი
გოგოებიდან არის მონიკა ბელუჩი, ბიჭებიდან არის ლეონარდო დიკაპრიო. გემოვნება აქვს. გემოვნება მაგი ხა ქალი გინდა კაცი გინდა ძალიან მიყვარს. ასევე ჰაუსის გამარჯვებული ჯავახპირო. გოგო მსახიობებზე ვსაუბრობ. მე მსახიობია ჯავახპირო. ხო, ჯავახპირველი რო ჩემი ფავორიტია ხო იცი. წავედი ახლა ჩაერთე ვინმეს. მე გადმოვალ მანდ კომენტარებს ვაკონტროლებ. მოიცა 2 წუთი დარჩა და გავიდეთ მეც და გავიდე. აუყურებს ეშრეფის სიზმარს ხო და არ ვუყურებ ხალხო მაგას გეუბნებით რომ ერთი სერია ვნახე და რაღაც ახერ. დედა ჯავახას არ ნახავს ხვალ კითხა. არა ჯავახას აღარ ნახავს მეგობრებო მორჩა. ხედავ როგორ უნდა მათრიონ. ცოტა და ხატია ბორისის იცნობდა ქითშიო. მარიამ ბოძი ხარო ბოძ დედაშენია. ხატია ინგლისურად ილაპარაკე დღეს გაკვეთილები რისთვის ჩაგიტარებს. Okay. აუ დღეს ხო მაგარი გაკვეთილები იყო რა. Okay. Making ინგლისური მენა ათიანზე იცი და ხატი ვერ ნახა ჩემი კომენტარი და ჯავახა ჩვენი ბიჭი სადა ჯავახა სადა ხალხო და ცოტა დამშვიდით აი მართლა შოქში ვარ ანუ ამი თუ ერთად ვართ და ანუ ერთად უნდა გადავიდეთ უკვე ცოლქმარი უნდა გავხდეთ თუ აი ვერ ხვდები მართლა რა გინდათ კი პირდაპირ ჯავახათან უნდა წასულიყავი პარიზიდან ვარცაშერ თქვი წეღა ლაივში მთელი ის მაგას მიწერენ ჯავახა სადაო ხალხო ჩამოვედით ჩემ სახლში ვარ თავის სახლშია ჯავახა ერთი კვირა ისე თურმეტი გადამულოდ ერთად ვართ ხო? არა თან შენზე მეტად რო ნერვიულობენ რა ძალიან დაფრინავენ და ესე არ ხდება ეს გათხოვება და ეს ერთად ცხოვრება და რაღაც ანუ მაგრამ აი რას უხსნი რა მეგობრებო ჯერ ქორწილისთვის არ ვართ ზაფხული გვინდა კაი ამინდა რატო ეწევიო? რა ვიცი ესე მისწორდება და ვეწევი. უნდა კითხო, მე შეხო გითხარი 20 გრამი წყალი გაქვს დღეში გამოწერილი. რატო ვწავი მას ჩიპს რატო ჩამოწევ ან ვიღაცა მიწერს? გინდა და ვჭამ ჩიპს, ანუ არ გისწორდება გადი ჩემი ლაივიდან. გოგო აღარ მაქვს სურვილი ლაივში გამოსვლის მაღიზიანებ. რაღაცები, თქო სერიოზულად აი არა და ეხლა რამდენი კაი ადამიანი მიყურებს ხო? მაგაც გამოვარ, მაგრამ აი ესეთი უაზრო ადამიანების გამო მე ნერვები მეშლება. არაჟნის ჩიპს რატომ ჭამ და წიწაკისას რატომ არა? ხო, აი ეგეთი თემა. აი მე ვარდები და იქიდან. ანუ არ ვარდები უბრალოდ როცა ეს ერთი და იგივე რაღაცები ისპამება ხალხო ამდენი ხანი და ანუ ცდილობ ერთხელ გაატარო ორჯერ, სამჯერ, 100ჯერ, 200ჯერ, 300ჯერ და აი უკვე 500ჯერ რო იწერება ერთი და იგივე მე რა უკვე ტვინში გირტყავს გინდა არ გინდა რა. რა კითხვებია ხო? ანუ მართლა ვაფშე აღარ გამოვა ლაივში. ვაფშე ინსტაგრამის ლაივში გავალ ამის მერე, იმიტომ რომ ინსტაგრამის ლაივში შედარებით ნორმალური ხალხია და შედარებით ნორმალური კომენტარები იწერება და ესეთი რაღაცა ისინი არა. მარიამს უთხარი. აი ახლა ვიღაცა მიწერს, ჯავახა ხელის თხოვნას არ აპირებსო. კი უთხრა თან წინასწარ. ანუ აი რა უნდა ვილაპარაკო? წავედი კი ხვეწები ხადი, წავედი გაკოცე რა, დამყალა ამათ მოგეფიცები დამყალეს.